Asta დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი აუცილებლად იქნება გამარჯვების წელი ჩვენთვის, იმიტომ რომ უკვე გახდა გამარჯვების წელი ძალიან ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის ვენესუელაში მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაინც სკეპტიკურად უყურებს იმას, თუ რა შეიძლება მოხდეს ნიკოლას მადუროს ექსტრაქციის ოპერაციის შემდეგ და როგორ შეიძლება იქ განვითარდეს მოვლენები, მე მაინც მჯერა, რომ არა მადუროს ხელდასმული ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ეხლა დროებითი პრეზიდენტია, არამედ დემოკრატიული პოლიტიკური ძალების ლიდერები, მათ შორის მარია მაჩადო გახდებიან ამ ქვეყნის ლიდერები, ჩაუდგებიან ამ ქვეყანას სათავეში და ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი ცვლილება იქნება გეოპოლიტიკური, არა მხოლოდ ამერიკისთვის და დასავლეთ ნახევარსფეროსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ქვეყანა, რომელიც აკონტროლებს და უბრალოდ რეზერვები აქვს 17-18%-ის გლობალური ნედლი ნავთობის. ამიტომ უდიდესი მოთამაშეა ყველაფერს ხვა დანარჩენს რომ თავი დავანებოთ. ორი რამ შეგვიძლია ვთქვათ, მაგალითად პოლიტპატიმრების დიდი რაოდენობის გათავისუფლება, იძულებული გახდა ვენესუელის რეჟიმი, ეს გაეკეთებინა და მეორე იქ არ იქნება რუსეთი. ეს შეგვიძლია ვთქვათ, მინიმუმ ორი შედეგიდან. არც დინასტია არსებობს რომელიმე რა, რომელსაც შეუძლია, ანუ საქმე აუცილებლად მივა არჩევნებამდე და არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებენ ისინი, ვინც აქამდეც იმარჯვებდა, უბრალოდ უყალბებდნენ. კი, და სხვათა შორის ეს სრულდება კუბაც ახსენა ტრამპმა და კოლუმბია და კიდევ ბევრი ავტოკრატი უნდა ძრწოდეს, მათ შორის აქ მყოფიც. მაგრამ აი სხვათა შორის ახლა რაც მიშამ ახსენა არაღიარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო და ნიშანდობლივი პარალელია მათ შორის ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მათ შორის იმ ძალიან მნიშვნელოვან ბრიფინგზე, რომელიც გააკეთა მინისტრებთან, სახელმწიფო მდივანთან და თავდაცვის მდივანთან ერთად, ხო, ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, ილაპარაკა სწორედ ამაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებდა ნიკოლას მადუროს როგორც ვენესუელას ლეგიტიმურ პრეზიდენტს, რატომ? იმიტომ რომ მან გააყალბა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. ძალიან მცირედი შუალედი დათვალა ედისონ რისერჩმა სხვა შორის ვენესუელას და საქართველოს არჩევნების შედეგები. რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთი პარალელი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გავავლოთ. იმიტომ რომ ეხლა შათირიშვილი და ეს რაღაც არაკომპეტენტური ფსიქოთერაპევტები, რომელიც ივანიშვილს ყავს ნაქირავები, რომლებიც ძალიან დიდ ფულს ძალავენ და იმიტომ რომ რეალურად ისინი ამ ბოდუას რო წერენ, სიამბლეში სხვა არ არის გათვლილი ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ხა სხვა არავინ იქ სერიოზულად არ აღიქვამს. ეს არის სიამბლეში იმისთვის, რომ ეს ადამიანი რაღაცნაირად დაამშვიდონ, რომ არა შენ არ გელის იგივე ბედი, რაც მაგალითად გაიზიარა ბაშარ ალ-ასადმა, რომლის სახელთან ერთადაც სხვათა შორის ჟღერდა ბიძინა ივანიშვილის სახელი ჩემი ბოლო ვიზიტისას ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესში. რატომ? იმიტომ რომ სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური იარაღი. ასადის სახელი, სადამ ჰუსეინის სახელი და ძალიან კარგად ვიცით და ამერიკელებმა განსაკუთრებით ძალიან კარგად იციან, როგორ დაამთავრეს ამ დიქტატორებმა, ხო? ამიტომ აი ეს ლეგიტიმაციის არარსებობა ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელსაც ჩვენ ხაზი უნდა გაუსვათ. და კიდევ ერთი მომენტი, რაც აი შათირიშვილზე როდესაც ვსაუბრობ, ჩემი აზრით ერთადერთი, რასაც ახლა ისინი ალბათ ეჭიდებიან აი ამ ფსიქოთერაპიის სესიებში, ხო? არის ის, რომ ტრამპმა კი ძალიან გამბედავად იმოქმედა, რაღაც ესეთი მილიტარიზმი აჩვენა, როგორც პრინციპში ამერიკის შეერთებულ შტატებს დიდი ხანი არ უჩვენებია, ხო 90-იან წლებში გვახსოვს მაგალითად ჰაიტიზე განხორციელებული ოპერაცია, ხო, ნორიეგას შემთხვევა და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ბოლო პერიოდში ესეთი რამ არ ახსოვს მსოფლიოს, მაგრამ არ იღელვო, არ ინერვილო, იმიტომ რომ ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთ ნახევარსფეროს და დარწმუნებული ვარ, რომ უფრიალებენ თეთრი სახლის ცოტა ხნის წინ, რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ სახელმწიფო უსაფრთხოების კონცეფციას, სადაც საუბარია მონროს დოქტრინაზე და ეხლა ტრამპი მხუმრობით დონროს დოქტრინასაც ეძახის ხოლმე ამას და ასე შემდეგ, მაგრამ
შეხედონ იმას თუ რა მოხდა სირიაში, სადაც რა თქმა უნდა ამერიკამ ხა იქ სხვა დიდი რეგიონული მოთამაშეებიც იყვნენ და მათ შორის თურქეთის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ხა გიაც საუბრობდა ამაზე, მაგრამ რა თქმა უნდა ამერიკამ ძალიან დიდი როლი ითამაშა და შეხედონ რა ხდება ირანში, მათ შორის რა მოხდა ივნისში, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გაანადგურა ირანის ბირთვული შესაძლებლობები, ბირთვული არსენალი და რამდენადაც ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს სრულად გაანადგურა, ხა ამაზე დავა იყო რამდენი შეიძლება თვით თუ კვირით თუ წლით გადაიწია ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა, მაგრამ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ სრულად იქნა ის არსენალი, ყოველ შემთხვევაში საფრთხეს აღარ წარმოადგენდა და რა ხდება ახლა? როდესაც გუშინ სოციალური ქსელით და მე ამას ხო შორის სენატორი გრამიც გამოეხმარა, რომელიც საქართველოს კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იცით ის რაოდენ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია რუსეთზე სანქციების გაფართოვების თვალსაზრისით, რომელიც მეორედ სანქციებსაც მოიცავს და ყველამ უკვე ძალიან კარგად იცის, რომ სანქცირებული ნავთობის იმპორტი ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ხდება საქართველოში და ამისთვის შენდება ეს ახალი ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, რომ ზუსტად სანქცირებული რუსული გაზის ნავთობის გადამუშავება მოხდეს იქ და შემდგომ გატანა ბაზრებზე ჩრდილოვანი ფლოტის გამოყენებით, რომლის ერთ-ერთი ნავთობმზიდი სხვათა შორის ამერიკამ დააკავა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ვენესუელიდან მოხდა მადუროს ექსტრაქცია. მაგრამ დონალდ ტრამპმა ირანთან მიმართებაშიც ძალიან ღიად დაწერა. რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში არ გამოვრიცხავდი იმას, რომ ვიხილოთ ივნისის რეპეტე, ანუ რაღაც ამგვარივე განმეორებითი სამხედრო ასეთი რამ იქნება. კი, ისრაელმაც რამდენიმე წუთის საათის წინ დაწერა, რომ არ იყოს ამერიკის ინტერვენცია ჩვენ ჩავერევით, იმიტომ რომ მათ შორის სწორედ ირანი იყო ასე ვთქვათ, იმ ტერორისტული ჯგუფების მოსამზადებელი ნიადაგი, breeding ground, როგორც იტყვიან, იმ ტერორისტული თავდასხმის, რომელიც მოხდა ისრაელში, ბოლოს ხო რის გამოც შემდეგ ღაზაში დაიწყო ომი და ასე შემდეგ, ამიტომ ჩემი აზრით, ხა ეს არასდროს არავინ არ იცის ზუსტად, ვთქვათ, დროში გაწერილი როგორ შეიძლება იყოს, მაგრამ ირანშიც გარდაუვალია რეჟიმის ცვლილება. ანუ ყველგან ჩვენს რეგიონში და ჩვენს ნახევარსფეროში თუ დასავლეთ ნახევარსფეროში ყველგან ხედავთ თუ სირიის შემთხვევაში ხედავთ რეჟიმის ცვლილებას, ხედავთ დემოკრატიის გამარჯვებას, ხედავთ თავისუფლების გამარჯვებას და ხედავთ რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის გვერდი. სწორედ ეს არის ახლა. და ამ დროს ხეთიშვილი ამ რაღაცას სრულიად სწორედ ეს არის ფსიქოთერაპიის სესიებს უტარებს. შეკითხვა ამერიკის შეერთებული შტატები არის იყო ყოველთვის და არის ახლა განსაკუთრებით წამყვანი და ავტოკრატიული რეჟიმებისთვის ნამდვილად არ არის ეს ყოველ შემთხვევაში პირველი 2 კვირა კარგი დასაწყისი 2026 წლის, მაგრამ აი საქართველოს საკითხი შეერთებული შტატების დღის წესრიგში. აქ რა არის მნიშვნელოვანი, რომ ყურადღება არსებობდეს თელ აი ამ კონტექსტში ახლა საქართველოს მიმართ თუ შენარჩუნდეს თუნდაც აი ეს მდგომარეობა საქართველოს შეერთებული შტატების ურთიერთობებში. რატომ swam ახლა ამ შეკითხვას პატარა განმარტება მინდა დავურთო. ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად ცდილობდა ტრამპის ყურადღების მიქცევას. მათ შორის როგორც აღმოჩნდა წერილიც მიუწერია, რომელიც შეურაცხყოფელი ყოფილა, ჩვენ ასე გავიგეთ ამერიკული მხრიდან ტრამპის მიმართ და შემდეგ იყო ღია წერილების მთელი კასკადი. ჩვენ ახლა ვხედავთ როგორ იცვლება აი ტრამპი ნელ-ნელა როგორ ხდება ქართული ოცნების პროპაგანდის სამიზნე. ბოლო დღეების განმავლობაში ამას ვადევნებთ თვალყურს განსაკუთრებით. მაგალითად მისი სიტყვების კონტექსტიდან ამოგლეჯა და ისე მიწოდება აუდიტორიისთვის იმედმა გააკეთა ეს, სხვა შორის უნდა ვთქვა, ეს ძალიან საინტერესო რამეა. ტრამპმა განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ თქვა ასეთ სიტყვები, მე ვარ მეფე. და ვენესუელის კონტექსტს ემთხვეოდა და მათ ისე გაავრცელეს ეს ინფორმაცია იმედმა ქარდის სახით, თითქოს ტრამპმა თქვა ვენესუელის საკითხზე, რომ ის არის მეფე.
არა და მან თქვა სულ სხვა რაღაცაზე, მან თქვა რომ ბოინგების ხელშეკრულებები, რომელიც გაფორმდა, თქვა რომ აი ამ ნაწილში, ანუ სავაჭრო ნაწილში მეფეა, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ბოინგის გაყიდვას შეუწყო ხელი. იქ ტროლბოტობის შემოსევა რომ გენახათ, რომელიც ტრამპი გამოყავდათ ტირანად და ასე შემდეგ, ნახეთ შემდეგ ბევრი რო არ ვილაპარაკო ამაზე. იმის თქმა მინდა რომ ტრამპის მიმართ ქართული ოცნების განწყობები შეიცვალა. ყურადღება მოგვაქციეთო მოკლედ ეს იყო გზავნილი და ეს ყურადღება ვერ დაიმსახურეს. აი ახლა შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის აი ეს დონე რაზე მიანიშნებს თქვენი აზრით, რაც ახლა გვაქვს აი ამ სტატუს-კვოში. ხო, აბსოლუტურად გეთანხმებით თქვენ შეფასებაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ყურადღების მიპყრობის ძალიან უსუსური მცდელობა რაღაც პერიოდის წინ დაიწყო, მათ შორის აი პოლიტპატიმრების რაღაც წარმოუდგენელი და არაადამიანური აკუმულირებით და დრაკონული კანონებით, რა ვიცი, ნიღბის ტარების გამო ადამიანების დაჭერით, მათ შორის პრეზიდენტი სააკაშვილი რო გადაიყვანეს რუსთავის ციხეში, მაგალითად, ბევრი სვამდა ამ კითხვას, რატომ? მე ვფიქრობ, რომ ესეც ერთგვარად, იმიტომ რომ ყველაზე ცნობადი, ცნობილი, თუნდაც ტრამპისთვის ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც ის რეალურად იცნობს, ხო? არა გამოდის ივანიშვილისთვის არა აქვს მნიშვნელობა რა კუთხით მიიქცევს ყურადღებას? არა, სწორედ ამ კუთხით უნდა ყურადღების მიქცევა, როგორც მას უნდა დაემტკიცებინა, რომ კონგრესში რომ ის მოიხსენიეს უნიათო უხეირო, უკაცრავად, უხეირო დიქტატურა, ვერ შემდგარ, ხო? აი რაღაც ყოველთვის ამერიკული კონტექსტი რაღაცნაირად ეს იყო რა. რომ დაემტკიცებინა, რომ მე უკვე შემდგარი დიქტატორი ვარ, საქართველოს შემდგარი დიქტატურაა, ყველაფერს საშინელებას ვაკეთებ და ეხლა მაინც მომაქციეთ ყურადღება, სხვათა შორის ეს ნაბიჯებია ეს დაჭერები, პოლიტიკოსების დაჭერა, მათ შორის პრეზიდენტი სააკაშვილის გადაყვანა და ბევრი სხვა მოვლენა დაემთხვა ლუკაშენკოსთან ტრამპის ადმინისტრაციის მოლაპარაკებების მომენტს. და მე ვფიქრობ, რომ ამანაც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ზეგავლენა იქონია ივანიშვილისთვის, იმიტომ რომ იმას დაურეკა. მას ურეკავენ, მე რატო არ მირეკავენ? და აი ყობახიძე მახსოვს იმ დღეებში თითქოს აი იხოცებოდა კიდეც, რომ ხალხო აქ ვარ, დამელაპარაკეთ რაღაც, იმიტომ რომ მათ შორის ივანიშვილი დარწმუნებული ვარ, რომ ყობახიძეს ამ დავალებას უყენებს. რომ რაღაცნაირად ამერიკელები მასთან ხაზზე გამოვიდნენ და ისინი არ გამოდიან და არ გამოვლენ. ეს არ მოხდა. მაგრამ იყო მდგომარეობა, როდესაც პირიქით ამერიკელები ეუბნებოდნენ, რომ აი წერილი გვაქვს თქვენთვის და დაგველაპარაკეთ. მაგრამ იქ არის მოთხოვნები, რომელიც არ აწყობს ივანიშვილს. ძალიან ღიად და საჯაროდ არის გაცნობილი. არ შეხვდა, აქ იყო შეერთებული შტატების წარმომადგენელიც ჩამოსული, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ თუ არ ვცდები წინა ადმინისტრაცია. ეს იყო ჯეიმს ობრაიანი, ბოლო მაღალი დონის ვიზიტი იყო ჯეიმს ობრაიანი. კი ბატონო. რომელსაც ყობახიძესთან შეხვედრის შემდეგ შევხვდით ჩვენც და გამოდიერი იქიდან ის ამ პოზიციაზე აღარ არის, მე შემიძლია რომ ამ შეხვედრაზე ღიად ვისაუბრო და ეს ადამიანი იყო აი შოკირებული იყო საჯარო შეხვედრის შემდგომაც, საჯაროდაც თქვა ეს. საჯაროდაც თქვა და ჩვენც გითხრა, რომ 1 საათიანი შეხვედრიდან 45 წუთი ყობახიძე მილაპარაკა ივანიშვილის $1 მილიარდზე, რომლის დაბრუნებაც მას სურს და ქვეყანა ეყოლება ტყვე დაყვანილი და ადამიანები, პოლიტიკოსები თუ არა პოლიტიკოსები, მანამ სანამ ის არ დაიბრუნებს ამ თავის $1 მილიარდს, რომელსაც ის თulis რომ აკონტროლებს ამერიკის შეერთებული შტატები. ხა საცდება და არ ცდება ივანიშვილი. არ ცდება იმ ნაწილში, რომ დიახ, მასზე დაწესებულია სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციები, სადაც სანქციების დეზიგნაციის დოკუმენტში კონკრეტულად არის საუბარი იმაზე, რომ სინგაპურის სასამართლოს შედეგად მიღებულ 431 თუ სწორად მახსოვს $1 მილიონი ვერ მიიღებს და იგივე რეჟიმი, ასე ვთქვათ, გაგრძელდა შემდგომ უკვე ბერმუდას მიერ მიღებულ და შემდგომ უკვე ლონდონში უმაღლესი ინსტანციის მიღებულ გადაწყვეტილებაზე, სადაც $630 მილიონი იყო და ანუ ერთობლივობაში დიახ, მართლაც საუბარია $1 მილიარდზე, რომელსაც ის ვერ იღებს, მაგრამ რა არის მის რომ შანტაჟის ენით ამერიკასთან საუბარი არავის არ გასვლია ხა ვახო თქვენ ამბობდით რომ აი ხო იყო რაღაც დრო რომ წერილით თავად ამერიკელები მიმართავდნენ და ახლა რა შეიცვალა ესე მადუროსაც აგერ რუბიომ თქვა რომ სულ ცოტა ხანში მადუროსაც ვურეკავდიო პირადად მე ვურეკავდი და ძალიან ტრამპიც ესაუბრა მადუროს პირობებს თავაზობდით სხვათა შორის სოფო თქვა წეგან კარგი რაღაც გვიან ესმითო უпростоრად
ასეთი ენა ესმითო მხოლოდო დიქტატორებს, როგორითაც ტრამპი ესაუბრებაო და მე მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ გვიან ესმით ხოლმე ეს და მე უკვე აღარ არის უკან დასაბრუნებელი გზა. საკმაოდ გვიან ესმით ხოლმე და ასევე არსებობს რაღაც ერთგვარი მოსაზრება და კლიშე შეიძლება ითქვას, რომ ხო იცით ეს ჩერჩილის ცნობილი სიტყვები, რომ ამერიკელები ყოველთვის აკეთებენ სწორ ამას, მათ შემდეგ რაც ყველაფერს სხვა ამოწურავენ თუ რაღაც ესე ხო ქართულად ყველა გზას გამოცდიან და ბოლოს მადუროს მაინც უყურა ალბათ ივანიშვილმა, ერთ-ერთი ეს მამშვიდებს. როგორ? მადუროს მაინც უყურა სპორტულებით, როგორ არის ახლა, რა ვიცი, ციხეში. და დეტალურად მოусმინა იმედია პრეზიდენტი ტრამპის 3 იანვრის ბრიფინგს, სადაც მან დეტალებში აღწერა, როგორ ვერ შეასწრო, უბრალოდ შეასწრო ბუნკერში. აი, კარის დაკეტვა კი ვეღარ მოასწრო, მაგრამ რომც დაეკეტა, მაინც ფეთქები და გამოვიყვანდა. ეს ივანიშვილი, რომელსაც რა თქმა უნდა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მე როგორც ვიცი, ბუნკერია ყველგან ოღონდ. მარტო თბილისში კი არა. ანუ ურეკშიც, ჭორვილაშიც, აბასთუმანშიც, აბასთუმანში ქონია რაღაც განსაკუთრებული ბუნკერის ფორმზეა ფორმანა ბუნკერი და ხო, იმედი მაქვს, რომ ამ პრესკონფერენციას რამდენჯერმე გადახვევით უყურა და მიხვდა, რომ თუ მისი დრო დადგება და თუ ასე გააგრძელებს, აუცილებლად დადგება. ვერანაირი ბუნკერი მას ვერ უშველის. და ის დრონებისგან დამცავი ჯაჭვის ისენი რა ქვია, ხოლმე გამოტანდა დუშკაბინები. ეჭვეპარება რომ მაგანაც უშველოს. იმასთან რკინის ოთახი ქონია. რადგან დრო გვეწურება, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა პრიორიტეტებში ვის ისურვებდა, რომ შემდეგი მადუროს მდგომარეობაში აღმოჩენილიყო დასალური სპეცოპერაციის პირობებში პუტინი ახსენა და ამაზე დიდი ისტერიკა აქვს ეხლა ატეხილი რუს პროპაგანდისტებს და ზახაროვას და ასე შემდეგ. ჩვენს შემთხვევაში ეჭვმაგ რიგში ძალიან მეტანი შორს ვიქნებით მაგას რომ ველოდოთ აქ რო რამე მსგავსი გააკეთონ და შესაბამისად ეჭვი არა მაგ დარწმუნებული ვარ ჩვენი ძალის ხმევა ივანიშვილი თვითონ ჩაუბარდება. ხო, აი ზუსტად ამ ნაწილზე მინდოდა რომ საუბრის ბოლოს ვესაუბრა ახალმა წელმა გადაიარა შოვამაც ვერ ვიტყვი რომ მაინც ადამიანს ახალი წლები განაპირობებდა და დასვენება და სადღესასწაულო განწყობა იმას რომ პოლიტიკური პროცესი ისეთი საგრძნობი და მღელვარე და ბლოკარი არ არის საქართველოში როგორც იმ პირობებში უნდა იყოს როგორც აღწერთ ჩვენს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ხარისხთან მიმართებაში პატიმრებით კვლავ სავსეა ჩვენი ციხესაპატიმროები ბიზნესთან მიმართებაში წნეხი კიდევ უფრო მეტად იზრდება წლის დასაწყისამდეც ვთქვი მაგრამ ახლა უკვე დადასტურდა რომ მაგალითად მედიაში ხო ისეთი შედარებით უწყინარი მედია საშუალებაც კი როგორც ქართული ევრონიუსი იყო ქართული კონტენტის წარმოებაზე უარს ამბობს და ესეც პირდაპირ სიგნალიდან ნიშანია იმისა რა ხდება ზოგადად ბიზნეს წრეებში რომელიც ამ შემთხვევაში კონკრეტულად მოყვანილი არგუმენტის არაგულ წრფელობას ხას უსვავს როცა საუბარია რაღაცა ფინანსურ არა მომგებიანობაში მაშინ როდესაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასე ვთქვათ გაერთიანების კუთვნილებას წარმოადგენდა. ბევრი რამ შეგვიძლია კიდევ ჩამოვთვალოთ. ქართული ოპოზიციის ამ შემთხვევაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, გეგმები შეიძლება ვუწოდოთ, ან ყოველ შემთხვევაში ხედვა. კარგი ტენდენციებიც არის სახეზე, მაგრამ ამავე დროს რეგიონში მიმდინარე პროცესების გამო უამრავი საფრთხეები იზრდება. ბევრი საფრთხე იზრდება საქართველოსთვისაც, რა, დაწყებული ირანიდან დევნილების, ასე ვთქვათ, მოსალოდნელი ნაკადით და რა ვიცი, უამრავი კიდე სხვა რაღაცით. ამიტომ ბევრ რაღაცაზე შეთანხმებები საჭიროა და რაღაცა გეგმაც არის საჭირო. თუ მიმდინარეობს არამე კონსულტაციები, ან როგორც მინიმუმ პირველ ეტაპზე თავად პარტიაშიც თუ არის გახსნილი დისკუსია ამ მიმართულებით. მადლობა რომ ჩვენი ოპტიმისტური განწყობა ასე ვთქვათ თქვენი რეალიზმით გამიწეთ. ივანიშვილის განეიტრალება ქართველი ხალხის პრეროგატივა და ვერ დავუთმობთ ამას ეს მინდოდა. ეს თავისთავად. ნუ ეხა იქ როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე მე რამდენია პუტინი ყოველ შემთხვევაში მაინც ყველა შემთხვევაში გვაქვს სიხარულის საფუძველი, იმიტომ რომ პუტინის მოკავშირეები ერთი მეორეს შემდეგ ვარდებიან, ასე ვთქვათ, ხო? აი დომინოები, აი მართლა ხელიდან
ეცლება პუტინს, იქნებოდა ეს სირია, იქნება ეს არის უკვე ვენესუელა, თუ იქნება ეს შემდეგი ირანი და ნუ პრინციპში ამასე ჰეზბოლა და ასე შემდეგ, აქ მარტო სახელმწიფო. ეგრეთ წოდებული კრიქსის ქვეყნებს რო ეძახიან, ხო? ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა ვიღა დარჩება. ესე იგი, რა ჩრდილოეთ კორეის ამა რაღა უნდა დარჩეს ვლადიმერ პუტინი. ანუ თავისთავად ვლადიმერ პუტინის დასუსტება, რომ ავტომატურად ივანიშვილის დასუსტებას ნიშნავს, ეს ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელზეც ჩვენ მაქსიმალურად კაპიტალიზება უნდა მოვახდინოთ, მათ შორის ჩვენი შიდა განწყობების, მობილიზაციის რაღაც ძალების მოკრების და გადაწყვეტილებების დროს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ გარე ფაქტორებს უნდა ველოდოთ გულზე ხელდაკრეფილები და თქვენი თქმის არ იყოს დაველოდოთ როდის მოვა ჩვენ ჯერ. რა თქმა უნდა, ეს ამას არ ნიშნავს, ჩვენც უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამ მუშაობაში შედის მათ შორის ის, რომ საქართველო კვლავ დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგზე, რაც სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ სერიოზული გამოწვევაა. მათ შორის არა მხოლოდ ავტოკრატიული პროცესების გამო, რაც ბუნებრივია, მთლიანად ივანიშვილის პასუხისმგებლობა, არამედ მათ შორის გარკვეული წვლილი სამწუხაროდ ასევე მიუძღვის დემოკრატიული პოლიტიკური ძალების ფრაგმენტაციასაც და მე არასდროს ვერ იდები ხოლმე ამ სიმართლის თქმას. მე ვიცი, რომ ბევრი ამაზე ასე ღიად არ საუბრობს. ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ისიც კი გამიგია ამგან კომენტარი, რომ აი არც ერთ შეხვედრაზე, არც ერთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორს არ უხსენებია, რომ ოპოზიციის გაერთიანების წარუმატებელი მცდელობები შეიძლება იყოს საფუძველი იმის, რომ ჩვენ უფრო გაბედულად, ასე ვთქვათ, არ მოქმედებთ ქართული დემოკრატიის დასაცავად. რა თქმა უნდა, ხა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი და ასე თავზეც ნაცარს ნუ დავიყრით, მაგრამ ასე უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენი როლი. ამიტომ გეგმებზე და ხედვებზე და მომავალზე, მოქმედებაზე და ძალის მოკრებაზე, როდესაც საუბრობთ იმისთვის, რომ იმ სწორ მომენტში, როდესაც გლობალური და გეოპოლიტიკური მომენტი დაალაგდება და აუცილებლად ესე მოხდება, იმიტომ რომ აქეთ მიდის ყველაფერი, ჩვენ ვიყოთ მზად. ჩვენ ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ეს გარღვევა მოხდეს საქართველოშიც, რომ საზოგადოებრივი განწყობა იყოს ჩვენზე, რომ საზოგადოების თვალში ჩვენ არ ვიყოთ დისკრედიტირებული და ჩვენ არ ვიყოთ იმედგაცრუების და უმოქმედობის საფუძველი. და ეს რომ შევძლოთ, მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, ხა პარტიები ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური ცხოვრების საწყისი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური ცხოვრების სივრცე და დემოკრატიული სივრცე არსებობს, როდესაც ავტოკრატია გაქვს, მე ვფიქრობ, რომ სულიად განსხვავებული რამ არის აუცილებელი და ეს განსხვავებული არის პოლიტიკური ისევე როგორც სამოქალაქო აი რაღაც ერთობის ერთიანი ფრონტი შექმნა, რომელზეც ძალიან დიდი ხანია საუბარია, მაგრამ სამწუხაროდ კონკრეტული კონტურები, ასე ვთქვათ, ვერასდროს ვერ გამოიკვეთა, თუმცა ვიცით, რომ ეხლა პოლიტპატიმრების ნაწილი, პოლიტიკოსების ნაწილი, ასე ვთქვათ, მათი უკვე ვადის ამოწურვის გამო კი გამოვლენ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ზუსტად იმიტომ, რომ იცის, რომ დასავლეთი შესაძლოა გაცილებით უფრო სერიოზულ ნაბიჯებზე იყოს მზად მის წინააღმდეგ, მათ შორის იმის გამო, რაც გახდა ცნობილი ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. მათ შორის იმიტომ, რომ ვერანაირი შათირიშვილი ვერ შველის და დიაღამე ელანდება ნიკოლას მადურო, რომელმაც ვერ მოასწრო ბუნკერის კარის დაკეტვა. ზუსტად იმიტომ, რომ გადასარევად ხედავს რა ხდება ირანში. ყველა ამ სხვადასხვა მიზეზს მათ შორის იმიტომ, რომ ხედავს, რომ არ ხრება და არ ჩაქრა ამდენი თვის მანძილზე წელიწადზე მეტია პროტესტი. ზუსტად იმიტომ, რომ ხედავს, რომ პოლიტიკური პატიმრები ვერ გატეხა საპყრობილეებში. ბევრი ამ ფაქტორის გათვალისწინებით მე ვფიქრობ, რომ ის მაინც ეცდება რაღაც ცვლილებას, რაღაც გადატვირთვას არ გამოვრიცხავ, რომ ყაველაშვილს დაევალოს პოლიტიკური პატიმრების ნაწილის გათავისუფლება ნათლისღებას ან აღდგომას ან რომელიმე მომავალ დღესასწაულზე. რატომ? იმიტომ რომ სინამდვილეში ის ძალიან ცდილობს მისი პროპაგანდისტული არხების გამოყენებით, რომ რეჟიმის მონოლითურობა და სიძლიერე გამოასხივოს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ხო ვიცით, რომ იქ ბედურება ხდება, რომ რეჟიმი ერთმანეთის დაჭმის პროცესია, ამდენი ყოფილი მინისტრის
სუსის უფროსის და ჩინოვნიკის დაჭერა ასეთ მოკლე დროში ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რაზე მიუთითებს რეჟიმის ძლიერებაზე მიუთითებს მათ სისუსტეზე მიუთითებს ის რომ ისინი მართლა ძალიან სერიოზულ დაპირისპირებაში და კრიზისში არიან და ესეც იცის ივანიშვილოვი სინამდვილეში ქვიშის ფეხებზე დგას მისი ეს ვითომ რაღაცა რეპრესიული მანქანა და იმისთვის რომ ჩვენ ეს ყველაფერი ანუ ყველაფერს სწორად შევხვდეთ უნდა დავხვდეთ მეტი ერთიანობით რა ჩემი ხედვაც და გეგმაც და მთავარი საზრუნავიც მომავალი კვირების მანძილზე იქნება ეს ვიცით რომ 22-ში გამოდის გიორგი ვაშაძე, ამჟამად თებერვლის შუა რიცხვებში გამოდის ნიკა გვარამია ანუ პოლიტიკოსების ნაწილი მაინც პოლიტიკური ლიდერების ნაწილი მაინც ზურა ჯაფარიძე უკვე გარეთ არის, გარეთ იქნება რა თქმა უნდა ივანიშვილს არ გაუჭირდება რომ ნებისმიერი მათგანი ისევ შეაბრუნოს ან მეც დამამატოს და კიდევ სხვები ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სანამ გარეთ ვართ უნდა ვიყოთ ერთად და ხალხსაც უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ყოფნა და შეგვიძლია ყველანაირი სხვა განსხვავების გადალახვა იმისთვის, რომ მართლა გადავარჩინოთ ქვეყანა, რისი დიდი შანსიც ძალიან დიდი მადლობა. გვაქვს თან ძალიან მე ვფიქრობ შემჭიდროებულ ვადებში თუ სწორად ვიმოქმედებთ. თინა ბაკუჩა